მეგობრებო, ეხლა განვიხილოთ ერთი ძალიან საინტერესო, შედარებით რთული ამოცანა. რომელსაც ახლა ლაივში ამოხსნა, ეხლა ვარ TikTok ლაივში და ლაივში პირდაპირ ეთერში თქვენთან ერთად გავარჩევ ამ ამოცანას, რომელიც გამომიგზავნა TikTok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სახელად god3x-16. ესეთი მომხმარებელია. საკმაოდ საინტერესო ამოცანა. პირობას გეტყვით, რომ მოცემულია ABCDE ამოზნექილი ხუთკუთხედი და ამ ხუთკუთხედში AB უდრის AS პლუს BC-ს და AE და BC არიან ერთმანეთის პარალელურები. ამავე დროს აღებულია C გვერდის შუაწერტილი M, ანუ M არის C გვერდის შუაწერტილი და ცნობილია, რომ BCD სამკუთხედზე შემოხაზული წერტილის ცენტრი რო შეაერთო M-თან, ანუ ეს O არის BCD სამკუთხედზე შემოხაზული წერტილის ცენტრი და ცნობილია ასევე, რომ CM არის მართობული MD-ში, ანუ CMD კუთხე არის 90 გრადუსი. უნდა დავამტკიცოთ, რომ კუთხე CDE არის ორჯერ კუთხე BDA სტოლი. აი BDA კუთხე რო დაინახოთ, სად არის? აი აქ არის BDA კუთხე. რა ძალიან საინტერესო და უჩვეულო ამოცანა, სირთულე არ ვიცი, მაგრამ საოლიმპიადო დონე არის, ალბათ უფრო რთული. ესე იგი ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ BDA კუთხე არის, CD კუთხე არის ორჯერ BDA. და მოდი ერთობლივად როგორმე მივიდეთ პასუხამდე. მოდი წავშლი ამ BD-ს და AD-ს, ჯერჯერობით არ მჭირდება. მოდი ჩვენ განვიხილოთ შემთხვევა, როცა BCD-ზე შემოხაზული წრეწირი AB გვერდს კვეთს წერტილში, ისე რომ თქვა თუ სადმე კვეთს, ის წერტილი მოთავსებული იყოს A-სა და B-ს შორის, ანუ ამ кейსში გავაკეთოთ ეს ამოცანა. დავაკვირდეთ, რომ M არის შუა წერტილი, ანუ EM და MC ტოლია და AE და BC პარალელურია. ეხლა როგორ გამოვიყენოთ პირობა, რომ AS პლუს BC არის AB-ს ტოლი. მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. მოდი გავაგრძელოთ BM გავაგრძელოთ. ანუ გავავლოთ BM წრფე და ვიპოვოთ მისი გადაკვეთა AE წრფესთან. და მოდი ვთქვათ ეს წერტილი იყოს. მოდი ეს იყოს. იყოს F წერტილი მოდი. ეს წერტილი არ მიყვარს და აი და წფეს დავმალავ და შევაერთოთ F-ი და E. ეხლა თუ დავაკვირდებით, EF და BC არიან ერთმანეთის პარალელურები, ხო? რადგან M არის შუაწერტილი EC-ში, ამიტომ M იქნება შუაწერტილი BF-ის, ანუ BM უდრის MF-ს. მოდი აქ დავწეროთ ესე. აქ ამოხსნაში, რომ BM და MF ტოლია. BM უდრის MF-ს. აი ეს შემთხვევა, ანუ აი ქვემოთ უკვე ვიწყებ მტკიცებას და იმ მიგნებებს, რასაც აღმოვაჩინე, ხო? ანუ BM და MF ერთმანეთის ტოლია. ხვდებით ხო რატო? იმიტომ რომ პარალელურია, ანუ EMF სამკუთხედში, სამკუთხედის ტოლობის ნიშნები რო გამოიყენოთ, მიხვდებით რომ BM MF, ანუ მარტივ რაღაცებს აღარ დავამტკიცებ, რაც ისედაც ცხადია ხოლმე. თქვათ AB წრფე ამ წერტილს კვეთს, H წერტილში იყოს, მოდი. ეხლა რადგან OM მართობულია MD-ში და M იმყოფება M არის ამ წერტილის შიგნით, მაშინ აი MD წრფე რო გააგრძელო, ხო? მოდი ვიპოვოთ მისი გადაკვეთა წერტილთან. MD წრფე რო გააგრძელო, აი მოდი გავაგრძელოთ. მოდი იყოს ეს I წერტილი. მაშინ
ჩვენ ვიცით რომ დიამეტრის მართობული ქორდის მართობული დიამეტრი ქორდას შუაზე ყოფს. ამიტომ EM და MD ასევე ტოლი იქნებიან. მოდი ესეც მოვნიშნოთ, რომ აი მაგალითად ორხაზიანში სტილში აი მეკუთხე მოვნიშნე როგორც ეს. ეს მოვნიშნოთ ორი ხაზით ეს. ხო? მაშინ ესე იგი უკვე მივიღეთ რომ okay, copy. რომ EM და MD ერთმანეთის ტოლია, იმიტომ რომ OM არის დიამეტრის შემცველი მონაკვეთია, ანუ OM რო გააგრძელოთ დიამეტრია, რადგან მართებულია ქორდის, ამიტომ ნუ შუაზე გაყოფს. აკ. ეხლა ესეთი რამ გავაკეთოთ. მოდი შევაერთოთ H და I. ნუ კიდე რისი დაკვირვება შეიძლება, ნახეთ. რადგან EF და BC ერთმანეთის ტოლია, მოდი ეს მოვნიშნოთ. EF და BC ერთმანეთის ტოლია. აი აქაც. ნუ აქ უკვე მგონი სამი ხაზი დაგჭირდება style. ნუ სამხაზიანი და მე ფერებით მოვნიშნავ, okay? Copy visual styles. რადგან BC და EF ერთმანეთის ტოლია, ამიტომ AS plus EF იგივე რაც AS plus BC. ანუ AB უდრის AF-ს. შესაბამისად ABC ABF არის ტოლფერდა. ანუ ABF ტოლფერდა, მოდი აქ დავწეროთ. რომ ABF ტოლფერდა ABF სამკუთხედი ტოლფერდა. Okay? რადგან ნუ ჩვენ შემთხვევაში ნუ მე აღნიშნული მაქვს CD კუთხე ნუ ABC კუთხე აღნიშნული მაქვს 2 ალფათი, ხო? რადგან ABC კუთხე 2 ალფაა, მაშინ კუთხე BAF იქნება, რადგან BC და AF პარალელურია, ხო? ეს შიგნით მდებარეობს, მათი ჯამი 180, ანუ 180 - 2 180 - 2 ალფა იქნება. რადგან ABF ტოლფერდა, ამიტომ კუთხე AFB იქნება 180 გამოკლებული 180 - 2 ალფა გაყოფილი 2-ზე, ანუ ალფა. ესე იგი, მოდი აქ დავწეროთ. ასეთ დავწეროთ, ხო? კუთხე angle ABF ეს არის ალფა. აი ესე მოვნიშნე. ნუ ალფა, ხო? ანუ ესეც ალფა, ეს თუ ალფა, მაშინ ცხადია რომ ესეც ალფა, რადგან MBC არის ABC 2 ალფა, მაშინ MBC იქნება ალფა. Okay? ნუ ცხადია რომ AM და BF პარალელურია, იმიტომ რომ M არის BF-ის შუა წერტილი, მართობული, ამიტომ AM იქნება BF-ის მართობული. მართი კუთხით გადაკვეთს. რადგან მოდი ეხა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ესეთი რაღაცა გავაკეთოთ ჩვენ. მოდი I და E შევაერთოთ. I და E. ნახეთ და შევაერთოთ I და C. აი ეს. რადგან კუთხე CD არის 2 ალფა, მაშინ კუთხე CE იქნება 2 ალფა, როგორც იმიტომ რომ EICD არის პარალელოგრამი, ხო? პარალელოგრამია და პარალელოგრამის მოპირდაპირე კუთხეები ტოლია, ხო?
ანუ AECD არის პარალელოგრამი. მოდი აქ დავწეროთ, რომ ესე იგი AECD არის პარალელოგრამი. ну ასევე კაი კიდე სხვა პარალელოგრამიც გვაქვს, მაგრამ ну არ ვჭირდება. AECD არის პარალელოგრამი. რადგან CD არის 2 ალფა, ამიტომ CID არის 2 ალფა. მეორე მხრივ IHBC ოთხკუთხედში, რადგან ეს ციკლურია და კუთხე HBC 2 ალფა, ამიტომ კუთხე HIC იქნება 180 - 2 ალფა, იმიტომ რომ ციკლურ ოთხკუთხედში მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180-ია. ანუ კუთხე HIC არის 180 - 2 ალფა, კუთხე CIE არის 2 ალფა, რაც იმას ნიშნავს, რომ HIE არიან კოლინიარულები. ანუ მოდი ეს შედეგი დავწეროთ, ხო, ყველა შედეგი. HI და E ერთ ფეზე მდებარეობს. ერთ წრფეზე. აი ეს შედეგიც უკვე შევიტანოთ, რომ ესე იგი HI და E არის ერთ ფეზე. ну აქ რა შედეგებიც მაქვს, აი ამ შედეგებს ვწერ. ხო? და ну თან დამტკიცებასაც ასევე. დამტკიცებასაც. ესე იგი HI ერთ ფეზე აღმოჩნდა. ხო? მოდი ეს ანუ ამას წავშლი ჯერჯერობით. აი ამასაც. თქვათ, მოდი გავაგზავნოთ ახლა CD წფე. და თქვათ ეს AF წფესთან იკვეთება. თქვათ K წერტილში. ამას დავარქვათ rename K. აი ესე, მოდი ეს წფეები დავმალოთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება. შევაერთოთ F და K, შევაერთოთ K და D. აი ეს. ასევე შევაერთოთ H და D. ეხლა თუ დააკვირდებით, ნახეთ. თუ კუთხე BCD თქვათ არის ბეტა, ხო? კუთხე BCD ბეტაა, მაშინ კუთხე BHC იქნება 180 - ბეტა. 180 - ბეტა. ხოლო კუთხე AHD იქნება ბეტა. რადგან კუთხე BCK არის BCD იგივე BCK ბეტაა, მაშინ კუთხე AKC იქნება 180 - ბეტა. რატომ იქნება 180 - ბეტა? იმიტომ რომ 180 - ბეტა იქნება, იმიტომ რომ BC და AK ერთმანეთის პარალელური წფეები არიან, ხო? შესაბამისად AHDK ოთხკუთხედში მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ AHDK არის ციკლური. ესე იგი AHDK ციკლურია. და მოდი ეს შედეგიც ესე ჩავინიშნოთ. AHDK არის ციკლური. შემდეგ მოდი ეს დავშალოთ, ახლა აღარ გვჭირდება. ესეც წავშალოთ, ესეც წავშალოთ. და ესეც. ეხლა ესეთი რამ გავაკეთოთ. ვთქვათ, B ისა AF აი ამ წრეწირს ხელმეორედ კვერცხს, ну, J იყოს, ну, B C D M N. მოდი L იყოს. ვთქვათ, კვერცხს L წერტილში შევაერთოთ L და D. Okay? მაშინ ეხლა შევნიშნოთ, რომ ესეთი რამ შევნიშნოთ. ნახეთ, კუთხე BKF არის 180 - ალფა. აი ეს არის 180 - ალფა. ეხლა ეს კუთხე ვიპოვოთ, ნახეთ, აი ეს კუთხე იგივეა, რაც აი ეს ანუ ეს ну აი ეს კუთხე უნდა ვიპოვოთ, ნახეთ. აი ეს კუთხე. და თუ შევხედავთ LBCD, ნახეთ, LBCD ოთხკუთხედს, ამ ოთხკუთხედში
კუთხე LBC არის ალფა. ამიტომ კუთხე CDL არის 180 მინუს ალფა. და შესაბამისად LDK გამოდის ალფა. ანუ კუთხე LDK არის ალფა, კუთხე LFK არის 180 მინუს ალფა და ეს იმას ნიშნავს, რომ FLDK ციკლურია. ესე იგი FLDK ციკლურია. FLDK ციკლურია. აი, აქამდე მოვედით. ესე იგი FLDK აღმოჩნდა ციკლური. და კიდე რომელი აღმოჩნდა ციკლური დავწერეთ? ხო, AHDK რო ციკლურია, ეს დაგვავიწყდა, ხო, არ გვიწერია. AHDK-ც რო ციკლურია, AHDK არის ციკლური. ესე იგი, FLDK ციკლური ოთხკუთხედია, AHDK არის ციკლური ოთხკუთხედი. Okay? ეხა ესეთ რაღაცას დავაკვირდეთ. ნახეთ, M-ი არის მოდი ერთნაირი მონაკვეთები მოვნიშნოთ. აი. ნახეთ, ისა ED, აი ეს ED მონაკვეთი. ED მონაკვეთი იგივეა რაც IC მონაკვეთის, იმიტომ რომ EICD პარალელოგრამია. რატო არის პარალელოგრამი? იმიტომ რომ მისი დიაგონალები გადაკვეთის წერტილით ჩვაზე იყოფა და მოდი იმავე ფერში მოვნიშნოთ აი ეს წერტილი. CP. ნახეთ, ED იგივეა რაც IC-ს. რადგან IA-ში და CD პარალელურია ერთმანეთის, ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან IA-ში და CD ერთმანეთის პარალელურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით, რომ პარალელურ ქორდებს შორის შემაერთებელი მონაკვეთები ასევე ტოლია ერთმანეთის, ხო? ანუ IHCD არის ტოლფერდა ტრაპეცია. რომლის ფერდები არის ID და HC. ასევე ტოლფერდა ტრაპეციის დიაგონალები ტოლია, ამიტომ IC ტოლი იქნება HDC. ამავე დროს CD ტოლია აქ რა წერტილია ES. ხო, ES, იმიტომ რომ პარალელოგრამია. მოდი ეს წითლად გავაფეროთ. ეხა მაშინ ცხადია რომ EID სამკუთხედი იგივეა რაც ICD სამკუთხედის. არა? ანუ ნახეთ, EID სამკუთხედი და შესაბამისად ნახეთ, EID სამკუთხედი იგივეა რაც CDI სამკუთხედის. რადგან ეს სამკუთხედები ტოლია, ამიტომ EID-ზე შემოხაზული წეწირი იგივე იქნება, ხო? ანუ ნახეთ, EID სამკუთხედი იგივეა რაც დავწეროთ, ესე იგი EID იგივე რაც CDI. ეს იგივეა რაც CDI. საუბარია სამკუთხედებზე. სამკუთხედი EID იგივეა რაც სამკუთხედი CDI-ს. Okay? შესაბამისად EID-ზე შემოხაზული წეწირის რადიუსი იგივე იქნება რაც ICD-ზე შემოხაზული წეწირის რადიუსი. და მოდი შემოვხაზოთ წეწირი მოდი შემოვხაზოთ EID-ზე. აი ეს. მოიცან სამი წერტილი. აი აქ შემოვხაზოთ წეწირი. აი ეს. ეხლა თუ დააკვირდებით, ნახეთ.
BC ნახეთ M არის ID არის საერთო ქორდა. ID არის საერთო ქორდა. M არის ამ საერთო ქორდის შუა წერტილი. ხოლო B-სა EC გავლებულია ამ შუა წერტილზე, ხო? EC არის ამ შუა წერტილზე M-ზე გავლებული. ასევე BM-იც გავლებულია შუა წერტილზე. რადგან BC იმ წერტილზეა, ან იგივენაირად შეგიძლია წახვიდე, რომ ნახეთ, რადგან BC და AF-ი ტოლია და BM-ი შუა წერტილზე გადის პარალელოგრამი, ამიტომ F-ი ამ წერტილზე აღმოჩნდება. ესე იგი AEDF არის ციკლური. მოდი აქ დავწეროთ. AEDF არის ციკლური. AEDF ციკლურია. ოკეი. ეხა რაღაც დაგვრჩენია, ნახეთ. AEDF ციკლურია და ეხა ვიპოვოთ. მოდი მე ხელით დავწერთ. ეხა ვიპოვოთ კუთხე BD-ა. მოდი შევერთოთ BD და შევერთოთ D და A. ოკეი. ნახეთ, კუთხე BD-ა, ხო? აქ მოდი ამ სამხაზიან წავშლი. კუთხე BD-ა. აი, ეს კუთხე BD-ა. შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად. ერთი კუთხე იყოს, მოდი. ერთი კუთხე იყოს, ხო. კიდე რაღაცა დაგვავრიცხდა. ეხლა შევაერთოთ IK და შევაერთოთ K და L. უბრალოდ IK და K და L კი არა. HK და LK. ნახეთ, კუთხე DLH-ი თუ არის ალფა, თუ ეს ალფა, მოდი ბეტა იყოს, ხო? ბეტა. აი ეს წავდით. თუ კუთხე GLD, HLD უკაცრავად, თუ კუთხე HLD არის ბეტა, ხო? მაშინ ეხლა რომელად კუთხეც უყურებს. ნახეთ, მე მინდა დავამტკიცო, რომ ესე იგი, სად არის აქ ელია, ხო, მაშინ ეს არის 180 მინუს ბეტა. ხო, თუ კუთხე HLD არის ბეტა, ხო, ბეტა, მაშინ კუთხე HBD არის 180 მინუს ბეტა. 180 მინუს ბეტა. მაშინ კუთხე HID როგორც ოთხკუთხედი რო წარმოიდგინო, ხო? IHBD ოთხკუთხედში მისი მოპირდა, მაშინ ეს იქნება ბეტა. ანუ კუთხე HID იქნება ბეტა. და კუთხე EID იქნება 180 მინუს ბეტა. 180 მინუს ბეტა. რადგან EIDF ციკლურია, ამიტომ მოდი აქ შევაერთოთ D და F, ამიტომ აქ, ამიტომ კუთხე EFD იქნება ბეტა. აი ეს იქნება ბეტა. ოკეი? ეს რადგან ბეტა იქნება, მაშინ კუთხე DFK იქნება 180 მინუს ბეტა. DFK იქნება 180 მინუს ბეტა. 180 მინუს ბეტა. ოკეი? DFK იქნება 180 მინუს ბეტა, რადგან FLDK არის ციკლური ოთხკუთხედი, DFK უყურებს DK გვერდს, ამიტომ DLK-ც იქნება 180 მინუს ბეტა. 180 მინუს ბეტა. შესაბამისად, HLK არის ერთ ფეზე ძევს. ანუ H-ი, L-ი და K ერთ ფეზეა. H-ი, L-ი და K ერთ ფეზეა. ოკეი, ანუ ეს წერტილები ერთ ფეზე მდებარეობენ. H-ი, L-ი და K ერთ ფეზეა. ეხლა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. ეს აღარ გვჭირდება, ეს ნახაზი ბეტაები წავშალოთ.
აი აქაც წავშალოთ. ძალიან საინტერესოა, ბევრი ფაქტი დამჭირდა, როგორც ჩანს. ეხლა შემდეგი ეტაპი გავაკეთოთ. ნახეთ, ჩვენ გვინდა ისა, ნახეთ, კუთხე ჩვენ ეს დამტკიცება გვინდა, ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ კუთხე BD-ა გვაინტერესებს, ხო? მოდი შევხედოთ BD-ა კუთხე. BD-ა კუთხე შედგება BD-ა კუთხე, ხო, კუთხე BD-ა. მოდი ეს დავწეროთ, კუთხე BD-ა შედგება ორი კუთხისგან. ეს ერთი არის BD-აში, ხო? BD-აში და BD-აში კუთხე. აი ეს არის ერთი არის BD-აში და მეორე არის BD-აში და კიდე რომელი არის HD-ა კუთხე. HD-ა. ეს კუთხე BD-აში, კუთხე BD-აში. ეხლა დააკვირდით, კუთხე BD-აში არის აქ. მოდი სხვა ფერს გამოვიყენებ ამისათვის, რომ მაგალითად ეს. კუთხე BD-აში არის ეს. აი ეს კუთხე. BD-აში კუთხე იგივე რაც HLB კუთხე, იმიტომ რომ ერთ კალზე არიან. ხოლო HLB კუთხე იგივე რაც FLK კუთხე. ოკეი? ესე იგი მოდი ჩავანაცვლოთ, ეს უდრის კუთხე FLK. უდრის კუთხე FLK-ს. FLK. აი ეს. და ეხლა მოდი კიდე შევცვალოთ. ფერი. ეხლა შევხედოთ კუთხე HDA. კუთხე HDA აი ეს კუთხეა. რადგან AHDK ციკლურია, HDA კუთხე იგივე იქნება რაც HDA კუთხე უყურებს AH გვერდს, იგივე იქნება რაც HKA კუთხე. ანუ იგივე რაც AKH-ში, ესე იგი აი ეს კუთხეა. ხო? ანუ პლუს AKH კუთხე. AKH კუთხე იგივე რაც FKL. ესე იგი პლუს კუთხე FKL. FKL და ეს კუთხე იგივეა რაც ეხლა ნახეთ ამ კუთხისა და ამ კუთხის ჯამი არის აი მოდი ფერს შევცვლი. აი ამ კუთხის ტოლია. აი ამ კუთხის და ეს კუთხე უკვე ვიცით რომ ალფა არის. ხო, იმიტომ რომ ჩვენ დავამტკიცეთ რომ ABF ალფა, AFB ალფა. ხო, ჩვენ ვიცით რომ სამ კუთხის გადაკუთხე უდრის არამოსაზღვრე კუთხეების ჯამს. ესე იგი ეს გამოვიდა კუთხე AFBC. ეს არის კუთხე AFB. ან AFL იგივე AFL. AFL. და კუთხე AFL იგივე რაც კუთხე CD ABCD იგივე რაც ABC, ანუ კუთხე CDS ნახევარი, კუთხე CDE. გაყოფილი 2-ზე. ანუ კუთხე CDE გამოვიდა ორჯერ კუთხე BD-ა და ამით დამტკიცდა. ამით დავამტკიცეთ რომ კუთხე CD არის ორჯერ კუთხე BD-ა. ხო, ეს ამ ვიდეოს პარალელურად ვიწერდი და თან ამავე დროს გამოვაქვეყნებ ამ არხზე, TikTok-ზე და YouTube-ზეც გამოვაქვეყნებ და შეგიძლიათ ნახოთ. და ხო, დამავწა მე თქვა რომ თუ გაქვთ ესეთი ტიპის გავსი ამოცანები შეგიძლიათ მომწეროთ. ანუ ხვდებით ან მარტო ამოხსნაში დამჭირდა 9 საათი. ხვდებით როგორი ამოცანა არის? ძალიან რთული ამოცანა გამომიგზავნებს. ნუ შედარებით რთული, ახლა იმდენად რთული არა ეს ამაზე რთულებთანაც გქონია საქმე, მაგრამ ნუ საკმაოდ სამუშაო ამოცანა იყო. ეს ამოცანა გამომიგზავნა გოდ 13 რაღაცა უწერია იქაც.
აკი